მარიკა, მოგესალმებით, მადლობა მობრძანებისთვის. მარიკა, პირველ რიგში ლაშასთან რაზეც ვსაუბრობდით, მოდით იმით დავიწყებთ თქვენთან საუბარსაც. ოპოზიციის შიგნით უთანხმოება, დაპირისპირება, ძალიან ცხარე კამათიც, რომელიც მიდის ახლა ამ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, ტოვებს თუ არა იმის შანსს და რესურსს, რომ რაღაც მომენტში ისევ გაერთიანდეს ეს ორი გზა, თუ ეს იქნება იმგვარი წყალგამყოფი, რომლის შემდეგაც პრაქტიკულად ყველანაირი თანამშრომლობა თქვენ შორის დასრულებულია და შესაძლებლობაც კი მომავალში. მოგესალმებით ამარ პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია დღეს ბრძოლის ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე თუ როგორ მოიქცევა ოპოზიციური პროდასავლური ოპოზიცია და როგორ განაგრძობს ბრძოლას რეჟიმთან და ბრძოლის გაგრძელების ერთადერთი გზა რომელსაც ჩვენ ვხედავთ ეს არის ართანამშრომლობის გზა. ართანამშრომლობა ის რომ სწორია, ანუ ყველაზე გამოვდივართ საიდან, ხო? უნდა ჩვენ გვესმოდეს ყველაზე მეტად რა აწუხებს რეჟიმს და რაზე რეაგირებს ის. მას აწუხებს და ეს არაერთ განცხადება, მოქმედებამ თუ ასე შემდგომ დაგვანახა, რომ მას აწუხებს შიდა და გარე ლეგიტიმაცია. შიდა და გარე ლეგიტიმაციის სტატუს-კვოს აღსადგენად ეხლა მას აქვს ეგრეთ წოდებული თვითმმართველობის არჩევნები შემოტანილი დღის წესრიგში დაყენებული, რადგან ამითი მოახდინოს გარკვეულწილად ამ ლეგიტიმაციის სტატუს-კვოს აღდგენა და ეს სხვათა შორის ამას ევროპარლამენტის რეზოლუციაში ფაქტობრივად პირველად ასეთი ჩანაწერია აქამდე არ ყოფილა, პირველად არის ასეთი ჩანაწერი გაკეთებული, ხომ? გარდა ამისა, ევროპარლამენტს და საგარეოს მას ცოტა ხნით რომ შევეშვათ და დავჩეთ, დავბრუნდეთ საქართველოს ქვეყნის შიგნით, ხომ? სულ ახლახანს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც დამოუკიდებელი კვლევა არის ჩატარებული, არც ჩვენი დაკვეთით, ანუ დამოუკიდებელი კვლევა, რომელიც ფაქტობრივად ამბობს, რომ ორმაგი ლეგიტიმაცია აქვს ჩვენს პოზიციას, არ თანამშრომლობის პოზიციას, იმიტომ რომ კვლევის ჩვენ თუ გადავხედავთ ოპოზიციური ამომრჩევლის 70% მიიჩნევს, რომ რეჟიმთან არ თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს და ამ არ თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ არჩევნებში არ უნდა შევიდეთ, ხომ? ეს ერთი, მეორე პროდასავლური ოპოზიციური პარტიების და მათ შორის ცალკეულად, რომ ვთქვათ, ლელოს ან გახარიას ამომრჩევლის 40% აპირებს მისვლას იმ შემთხვევაში, თუ კი არჩევნებზე შევლენ. და გარდა ამისა, კიდევ ერთი კომპონენტია ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ოცნების ამომრჩევლის 70% პირიქით აფიქსირებს სურვილს, რომ ოპოზიციური, პროდასავლური ოპოზიცია შევიდეს არჩევნებში და მიიღოს მონაწილეობა. რატომ? ხო, ეს მნიშვნელოვანია და ეს შედეგები, რომელიც ამ კვლევამ ჩვენა და ამოვიდა კვლევაში უნდა გავაანალიზოთ, მინიმუმ პოლიტიკოსებმა უნდა გავაანალიზოთ და ამის მიხედვით ვიმოქმედოთ. ხო, ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი არ თანამშრომლობა არის ერთადერთი გზა გამარჯვების და ამ არ თანამშრომლობის ფარგლებში იყოს სწორედ პოლიტიკური ლიდერების დაკავება. ამდენი ლიდერი რატომ დააკავეს? იმიტომ რომ როგორმე მათი დღის წესრიგის ფარგლებში კანონებში შესულიყო, ასე ვთქვათ, მათ დღის წესრიგში შეეყვანათ და ჩაერთოთ პროდასავლური ოპოზიცია არჩევნებად წოდებულ, თუმცა კრიმინალურ პროცესში რეალურად, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ჩვენ ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც ყველამ კარგად იცის უკვე რომ ამას არავითარი კავშირი არჩევნებთან არ აქვს. ეს არის კრიმინალური პროცესი, რომელიც კიდევ უფრო გაუარესებული საარჩევნო კანონმდებლობით და მინიმალური დაკვირვებით, იმიტომ რომ აქ არ იქნება საერთაშორისო დამკვირვებლები, ნეიტრალურ დამკვირვებელსაც შეზღუდული ექნება, ასე თქვა, დაკვირვების შესაძლებლობა და ამ პროცესში ამბობს ვინმე, რომ შესაძლებელია ეს არჩევნები, ეგრეთ წოდებული არჩევნები არ გაყალბდეს და შესაძლებელია რეჟიმმა ვინმეს დაუთმოს გამარჯვება და ამ გზას კიდევ მხოლოდ თან ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? ამ არჩევნებით ხელისუფლება არ იცვლება. ჩვენი მიზანი რა არის? ჩვენი მიზანი არის ხელისუფლების ცვლილება და ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანი არჩევნებით, საპარლამენტო არჩევნებით. ხო, კი ბატონო, სხვა შორის თამარ კეკენაძეს ვკითხე ეგ და მე თვითონვე თქვა, რომ ხო, ადგილობრივი არჩევნებით ხელისუფლებები არ იცვლება და საპარლამენტოც როცა იცვლებოდა, მაშინ რაც ჩაატარა ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების ნაცვლად ესეც ვნახეთ. მარიკა, თქვენი და იმ პარტიების აზრით, ვინც არ უჭერს მხარს ამ პროცესში მონაწილეობას 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებად წოდებულში, თვლით რომ ეს გზა არის მარცხის გზა და ამ გზიდან არაფერი არ გამოვა, სადაც მიდიან ეს პარტიები, ხომ ასეა და რომ ეს არის პროცესისთვის დამაზიანებელი. მაგრამ სად მივყავართ იმ გზას, რომელსაც თქვენად გახართ, ანუ არ თანამშრომლობის, ბოიკოტის თუ დაუმორჩილებლობის. აი ამ გზას სად მივყავართ, სად აღმოჩნდება აი ამ გზის მიმდევარი ადამიანი 4 ოქტომბერს?
ეს 4 ოქტომბერს აღმოჩნდება თუ 4 ნოემბერს თუ ასე შემდგომ როდის დასრულდება ბრძოლა ჩვენ არ ვიცით და ესე კონკრეტულ თარიღზე სამწუხაროდ არ შეგვიძლია ხოლო ეს ტყუილი იქნება ხო კონკრეტულ თარიღზე რაიმე აქცენტი სახელდებოდა 4 შეიძლება 4 ოქტომბერი მნიშვნელოვანი თარიღი იყოს აქციების თვალსაზრისით გარკვეული ღონისძიებების თვალსაზრისით თუმცა არა გამარჯვების და ცვლილებების მოტანის დღე თუმცა ამიტომ ამბობ რომ ეს წინასწარ თუ როდის დადგება გამარჯვება ამას ვერავინ ვერ იტყვის. სად მივყავართ არ თანამშრომლობის გზას, ხომ? ამაზე რომ ამ კითხვაზე რომ პასუხი გაგცეთ თამარ, მოდი ჯერ ვთქვათ რა მოიტანა უკვე აქამდე არ თანამშრომლობამ, ხომ? რომ უფრო ნათელი გახდეს, რას უნდა ველოდოთ მომავალში. აქამდე არ თანამშრომლობა მოიტანა ის რომ ქართულ ოცნებას არავინ არ აღიარებს. საპარლამენტო არჩევნები არ არის აღიარებული. მეტიც მოყვება სანქციები. სანქციების გარდა სანქციები კიდე გაფართოვდება, მაგრამ სანქციების გარდა ასევე მოყვება აი რეზოლუციები, რომელიც პირდაპირ მოუწოდებს ახალი სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ. ამას რა მოყვება კიდევ და რა მოყვება? შიდა არეულობა და ქაოსი თვითონ ქართული ოცნების შიგნით, ხო? აი იგივე ბიზნესმენი გიორგი რამიშვილის იგივე ზარალას დაკავება, ასე რომეო მიქაუტაძის დაკავება, თვითონ თვითმკვლელობის ცდელობა სავარაუდო თუ არა სავარაუდო ამას ახლა ვერავინ ვერ იტყვის, მაგრამ ის რაც მოხდა და ეს უდიდესი ეს მიუთითებს რომ შიგნითაც ანუ ბიძინა ივანიშვილს აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ფინანსები და საკუთარი ძალაუფლება ანუ საკუთარი თავი და ყველას გაწირავს ყველას აბსოლუტურად მათ შორის და მით უმეტეს და ყველაზე პირველი ალბათ უკვე ჩანს რომ საკუთარ თანაგუნდელებს, საკუთარ მარიონეტებს, რომლებსაც ის დღეს აქტიურად იყენებს იმისათვის რომ რეჟიმი გააძლიეროს, იმისათვის რომ თავისუფლების მებრძოლი ადამიანები დასაჯოს. თუმცა ეს ყველაფერი აუცილებლად შედეგს გამოიღებს და ეხლა რომ დაუბრუნდეთ, შედეგს გამოიღებს იმ მხრივ პასუხისმგებლობების დრო მოვა და ამ წუთას ქაოსი და არეულობა რაც ქართულ ოცნებაში არის, ხომ? ის უნდათ რომ გადმოიტანონ ქვეყანაში. ჩვენი სიმშვიდის ერთადერთი გარანტია, ქვეყანაში სიმშვიდის ერთადერთი გარანტია არის ცვლილება, პროდასავლური კოალიციური ოპოზიციის მიერ ხელისუფლების გადაბარება და ევროკავშირთან დაახლოება. სხვანაირად ვერც მშვიდობა, ვერც სუვერენიტეტი, ვერც სტაბილურობა და ვერაფერი ვერ გვექნება, რაც ნორმალურ ცხოვრებასთან არის და ასე ვთქვათ დაკავშირებული. ახლა რომ დაუბრუნდეთ ისევ თქვენს კითხვას, ხო? მე ჩამოვთვალე რა მოგვიტანა აქამდე. ანუ მოგვიტანა ლეგიტიმაციის პრობლემა, მოგვიტანა შიდა არეულობა თვითონ ქართულ ოცნებაში, სანქციები, რაც ქართული ოცნების რეჟიმის შესუსტებას. რეჟიმი ამ წუთას ძლიერია და დიდხნიანი ბრძოლა ამ წუთას შეიძლება უკვე აღარ არის ძლიერი, მაგრამ ამ პერიოდში იყო ძლიერი. რატომ? იმიტომ ჩვენ ხომ მარტო ბიძინა ივანიშვილს არ ვებრძვით. ჩვენ ვებრძვით რუსეთს. რუსეთთან გვაქვს ბრძოლა გამართული და რუსეთთან ბრძოლა 2 დღეში, 3 დღეში და 3 თვეში, თუნდაც 5 თვეში ვერ დასრულდება. მაგრამ ყველა ვინც ამ ბრძოლაში ვარ ზუსტად ვიცით რას ვებრძვით და როგორ უნდა ვიბრძოლოთ. ამიტომ არ თანამშრომლობა და არ თანამშრომლობის გაგრძელება მოიტანს ზუსტად იმას, რომ კიდევ უფრო მეტად შესუსტდება რეჟიმი და ის იძულებული გახდება დანიშნოს უკვე ახალი საპარლამენტო არჩევნები, ოღონდ დანიშნოს სამართლიანი საარჩევნო მოცემულობის პირობებში. ოღონდ ამ პერიოდისთვის მარიკა მნიშვნელოვანი იქნება, რომ ოპოზიციური პარტიებიც არ დასუსტდნენ იმგვარად, რომ როცა ივანიშვილის რეჟიმი საკმარისად სუსტი იქნება იმისთვის, რომ მის ჩამოშლაზე და ჩამონგრევაზე უკვე დავინახოთ ახლო და დაველოდოთ, ძალიან სუსტადაც არ უნდა დახვდეს ოპოზიცია და ალბათ იცით ეს არგუმენტებიც, როდესაც ამბობენ, რომ აი მაგალითად არჩევნებზე უარის თქმა არის მარგინალიზაციის საფრთხე, არის ოპოზიციის ვთქვათ გაქრობის საფრთხე და აი ამ პოლიტიკური ველიდან ნახეთ რა ხდება. სწორედ ამიტომ დღეს პროდასავლური ოპოზიცია უნდა იყოს ერთიანი. და ჩვენ ეს ერთიანობა და ერთიანობის მაგალითი ვაჩვენეთ, როდესაც არა, ერთი წუთით ნახეთ, ჩვენ ხომ ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებას ყველა სუბიექტის სახელით. ჩვენ გვექნება მცდელობა იმისა, რომ ყველა სუბიექტისთან თანამშრომლობა მოვახდინოთ და ერთობლივი გეგმა დავსახოთ, მაგრამ ჩვენ ხომ მათმაგივრად ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ და დღეს 8 პროდასავლური ოპოზიციური პარტია ერთად ვდგავართ და ერთად ვიბრძვით, ვაგზელებთ ერთი არ თანამშრომლობას. და მეორე ერთად ვიბრძვით გამარჯვებისთვის და ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს, ერთადერთი გზა.
ვინც ამას დამატებით კიდევ შემოუერთდება, კარი ღიაა, რა თქმა უნდა, და ეს კარი არ დაიკეტება, იმიტომ რომ პროდასავლური ოპოზიციის გაერთიანებული ძალით მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია 19 ივლისს 19 საათზე ყველანი შევხვდეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან და მსვლელობა გავმართოთ პარლამენტის მიმართულებით. ეს არის აქცია, რომელიც ასე ვთქვათ, მიმართულია იმისკენ, რომ არ თანამშრომლობა კიდევ ერთხელ ხმამაღლა დაფიქსირდეს და კიდევ ერთხელ არაერთი ადამიანის მიერ თავისი პოზიცია დაფიქსირდეს, რომ ეს ბრძოლა არის უკომპრომისო, ეს ბრძოლა გადის არ თანამშრომლობაზე და ეს გზა მიგვიყვანს გამარჯვება. ხო, ანუ ახლა მაგალითად გახარიას პარტიის წარმომადგენელს ვეკითხებოდი, იქნებით თუ არა მეთქი 19 ივლისის აქციას და მან თქვა, რომ მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებს და მხოლოდ იმ ადამიანებს ეპატიჟებიან, ვინც არ არის მომხრე არჩევნებში მონაწილეობის და ვინც ამ თანამშრომლობას უჭერს მხარს, ანუ ეს მას ნიშნავს, რომ ლელოც არ იქნება და სალომე ზურაბიშვილს თუ ელოდებით ამ აქციაზე. ჩვენ ველოდებით ყველას, ვინც თვლის, რომ ერთიანობით, არ თანამშრომლობით, უკომპრომისობით ეს ბრძოლა უნდა მივიდეს გამარჯვებამდე. ყველას შეუძლია აქ მოსვლა, ვინც ამ პრინციპებს ეთანხმება და ვინც ამ პრინციპებთან ერთად შემოუერთდება, ასე ვთქვათ, გაერთიანებულ ოპოზიციას. ეს არ არის ოღონდ რაიმე პლატფორმა ან რაღაცა, ასე ვთქვათ, ერთიანი სუბიექტი. ეს არის ოპოზიციური პარტიების ერთიანობა, თანამშრომლობა მნიშვნელოვანი საკითხის ირგვლივ და ეს არ გამოხატავს მარტო პოლიტიკური პარტიების პოზიციებს, ხომ? ეს არის იგივე პოლიტიკური პატიმრების და რეჟიმის პატიმრების, ოჯახის წევრების, თვითონ პატიმრების, სამოქალაქო აქტივისტების, რუსთაველის პროტესტის, სამოქალაქო საზოგადოების ხმა და პოზიცია. და ამიტომ ყველას ველოდებით, ვინც ამ ქვეყანას არ თანამშრომლობით, უკომპრომისო ბრძოლით აპირებს, რომ მიყვეს გამარჯვებამდე. კი ბატონო, და ბოლოს კითხავთ, მაინც დავუბრუნდები სალომე ზურაბიშვილს. როგორ ხედავთ ახლა მის როლს? ანუ ახლა მე მგონი ეს წინააღმდეგობის პლატფორმაც არ მოქმედებს. აი მომავალში რას ფიქრობთ სალომე ზურაბიშვილს, რა როლი ექნება მთლიანად ამ პროცესში? სალომე ზურაბიშვილს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა აქამდე და შეუძლია რომ ეს მნიშვნელოვანი როლი, რა თქმა უნდა, გააგრძელოს. ის იკავებს, ასე ვთქვათ, პოზიციას, გამაერთიანებლის პოზიციას და ან კაფიო და გასაგებია მის პოზიცია თქვენთვის თუ მაინც მეტ განმარტებას, მეტ სიმკვეთრეს საჭიროებს მისგან? საკმაოდ კაფიოა, თუმცა უფრო დიპლომატიური ენით აქვს გადმოცებული. მისი პოზიცია პირდაპირ არის. კი, არა, ყველა კმაყოფილი კმაყოფილი არის არა იმიტომ რომ მართლა კმაყოფილება მოისმინა, ის მოისმინა რაც უნდა და არამედ იმიტომ რომ ისე უნდა თქვას, როგორც მის ამომრჩეველს თუ გარკვეულ საზოგადოებაზე გავლენას მოახდენს. ჩვენ ამ შემთხვევაში ძალიან კაფიოდ მოვისმინეთ და გავიგეთ, რომ არ თანამშრომლობა არის მისი პოზიციაც. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ ბრძოლაში ყველა სუბიექტის ერთად ყოფნა და თუკი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც იქნება ამ ბრძოლაში, ასე ვთქვათ, აქტიური, ეს მხოლოდ მისასალმებელია. დიდი მადლობა მარიკა, წარმატებას გისურვებთ. მარიკა არევაძე, კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელი.